საზეიმოდ გაიხსნა მომავლის ბანაკი ანაკლიაში. ბანაკში სპორტული ოლიმპიადის 300-მდე მონაწილე იმყოფება. ახალგაზრდები გავლიან სპეციალურად შემუშავებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნება სპორტული აქტივობებიც. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება არაფორმალურ განათლების და ამავდროულად სპორტული აქტივობების ჩატარდება დასკვნითი ეტაპი ოლიმპიადის და შესაბამისად გამარჯვებულებს მიეცემათ საშუალება გაიცათ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე იასპარეზონ. ის, ვისაც ჰქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, მას ექნება პატივი წელს რომ დაისვენოს და იმეცადინოს, ასე ვთქვათ, მომავლის ბანაკში. პროგრამების შიგნით კიდევ ძალიან საინტერესო თემატიკა არის რამდენიმე აქტუალური მიმართულება, ეს არის ბავშვთა უფლებები, ეკოლოგია, ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. 1728 ბავშვს მივიღებ მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ იქნება 6 ნაკადი. ინფრასტრუქტურა მთლიანად მზად არის, გამართულია, საუკეთესოდ არის მოწყობილი, არაჩვეულებრივი კვება გვაქვს, სამეცნიერო მომსახურება გვაქვს შესანიშნავი და მე მგონი ბავშვები ძალიან კმაყოფილები იქნებიან. მესამე წელია რაც ვარ ლიდერად და ყოველი წელი არის განსხვავებული. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს პირველ ნაკადთან დაკავშირებით, რადგან არიან ოლიმპიადაში მონაწილეები ბავშვები და ჩვენ ლიდერები ვპირდებით როგორც ამ ნაკადის, ასევე ყველა სხვა დანარჩენი ნაკადის ბავშვებს რომ გავატარებდნენ დაუწყო რაც დღეს.